ოპოზიციის გაერთიანების მორიგი მცდელობა არასამთავრობო ორგანიზაციები გამოდიან ინიციატივით შეიქმნას ნდობის დარბაზი, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლებს საზოგადოებასთან ყოველდღიური შეხვედრების გამართვის საშუალება მიეცემათ. გაერთიანებისკენ მოწოდება დღეს ჭადრაკის სასახლეში გაისმა. მომხრეები და მოწინააღმდეგეები კი ნახეთ ანა გოჩაშვილის სიუჟეტში. ერთადერთი კაცის და ერთადერთი პარტიის გვარმა თხოვნით მოგმართავთ. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ოპოზიციას გაერთიანებისკენ მოუწოდებენ. ისინი გამოდიან ინიციატივით შეიქმნას ნდობის დარბაზი, სადაც ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები ყოველდღიურ კონსულტაციებს გამართავენ. ჭადრაკის სასახლეში დღეს 20-მდე არასამთავრობო ორგანიზაციისა და საზოგადოების წარმომადგენლისგან კვლავ ერთობისკენ მოწოდებები ისმოდა. დადგოთ მისაღებსული, დადგოთ საზოგადოების გვერდზე, ამ საინიციატივო ჯგუფის გვერდზე და იმძოლოთ რიგით ჯარისკაცებს. ან ღირსეული სიცოცხლე, ან ღირსეული სიკვდილი. ჭადრაკის სასახლეში არასამთავრობოებთან შესახვედრად თითქმის ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი მივიდა. ოპოზიციის ნაწილმა თანამშრომლობასა და ერთობაზე თანხმობა ერთხმად განაცხადა. შეხვედრას არ დასწრებიან ქართული პარტიის წევრები, თუმცა ოპოზიციური გაერთიანების აუცილებლობაზე ისინიც საუბრობენ. შეიძლება მეასწრეთ, მაგრამ ისევ ღირდეს ოპოზიციის ერთიანობის აღდგენაზე მოლაპარაკებებიც მოწოდებას თუ გნებავთ ზეწოლად, სანამ ოპოზიცია იქნება დაგსაქსული, თითოეულმა მათგანმა ცალკე რა გზასაც და რა სტრატეგიასაც არ უნდა დაადგეს, ეს იქნება პირდაპირ სააკაშვილის მმართველობის გახანგრძლივება. ჩვენ მზათა ვარ სხვა ოპოზიციურ ძალებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად დავიწყოთ ჯერ შევაჯეროთ, გადავწყვიტოთ, დავგეგმოთ და დავიწყოთ ამ ხელისუფლების გაშვება. ჩვენ გვაქვს იმდენი გამოცდილება, რომ არ დავკიდოთ და არ ვიქცეთ გარკვეული თარიღების მძევლად, რომ განსაზღვროთ გონივრული გეგმა მოვლენების განვითარების და მოქმედებების და ამის შესაბამისად ვიმოქმედოთ. ყველა ძალისხმევა, რომელიც ამ გეგმის მიხედვით იქნება შემუშავებული და გაერთიანებული, და რომელიც მიმართული იქნება იქითკენ, რომ საბოლოოდ რაც შეიძლება სწრაფად შეიცვალოს ეს ხელისუფლება, ჩვენს მიერ იქნება მხარდაჭერილი. შეხვედრას არასამთავრობოებთან ესწრებოდნენ თავისუფალი დემოკრატებიც. ზურაბ აბაშიძე არასამთავრობოების მოთხოვნას მიესალმა, თუმცა განაცხადა, რომ ოპოზიციური გაერთიანება უკვე არსებობს და ეს გაერთიანება საარჩევნო გაერემოს გაუმჯობესებაზე ზრუნავს. სხვებისგან განსხვავებული პოზიცია ჰქონდა შეხვედრაზე მისულ ეკა ბესელიასაც. მართლა კოორდინირებულად მუშაობთ კონკრეტულ მიმართულებით, რასაც კიდევ ერთხელ საარჩევნო გარემო და კოდექსი საარჩევნო და ვფიქრობ, რომ ამ თვალსაზრისით ჩვენ სერიოზულ შედეგებს ვაჩვენებთ საზოგადოებაზე. იქ ვერ დავდგები და ვერც იმ ერთობაში ვერ ვიქნები, სადაც ერთობიდან ვანო მერაბიშვილთან და მიხეილ სააკაშვილთან მიდიან და მას ელაპარაკებიან და იმ შეხვედრების მერე ჩემი შვილი და ძმა ერთად დაიჭირეს. აი ესეთი ერთობა აღარ მინდა, ისეთი ერთობა მინდა, სადაც ვერც შიგნიდან გატეხა და ვერც გარედან ვერაფერს ვერ უზარ. ჭადრაკის სასახლეში დღეს არ გამოჩენილან ახალი მემარჯვენეები. ამბობენ, რომ ხელოვნური გაერთიანებების დრო აღარ არის და ახლა აუცილებელია ოპოზიციამ ხელისუფლების შესაცვლელად რეალური ნაბიჯების გადადგმა დაიწყოს. შემდგარი გაერთიანებების ანალიზის შედეგადაც ჩვენ უკვე ვიცით, რომ თლათ მისაღების შედეგი არ დადგართ საზოგადოებისთვის და არც პოლიტიკური პარტიებისათვის. ყველას გაერთიანება არის უტოპიური. უცნობია, როგორ დასრულდება ოპოზიციის გაერთიანების მორიგი მცდელობა. დღეს ჭადრაკის სასახლეში არც ლეიბორისტები გამოჩენილან და არც რესპუბლიკელები. ისინი საკუთარ პოზიციას არასამთავრობოების მოთხოვნაზე სავარაუდოდ უახლოეს დღეებში დააფიქსირებენ. გადაარჩინეს საქართველოს წევრები ოპოზიციის წარმომადგენლებს მორიგ შეხვედრაზე უკვე ორშაბათს ზურაბ ლაზაგაშვილის სახელობის დარბაზში ელოდებიან.